ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას მერე რა თუ კი გუმბათიდან ცაგიმზერს ლურჯი. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები კახეთში. როგორც შეგპირდით, წელს მაქსიმალურად ვეცდები, რომ აქცენტი გავაკეთო ჩემ ვიდეოებში ისეთ ადგილებზე, რაც ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის, ანუ საუბარი მაქვს მიტოვებულ ტაძრებზე და ციხეებზე. დღეს მთავარი ტაძარი, რაც უნდა ვნახოთ, ეს არის მე-14 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი საჩინო, რომლის მდგომარეობასაც უკვე ვიდეოში თქვენ თვითონ იხილავთ და საჩინოსთან უახლესი მისასვლელი ადგილი არის სოფელი ახალდაბა. თუმცა ჩვენ მარშრუტს ვიწყებთ, ეხლა მე სადაც ვიმყოფები, ეს ადგილი არის სოფელი ახშანი და მარშრუტს ვიწყებთ აქედან იმის გამო, რომ საჩინოს გარდა კიდევ გსურს ვნახოთ რამოდენიმე ტაძარი. ყველა ეს ტაძარი, რომელიც დღეს უნდა ვნახო, აღნიშნული არის Google-ის რუკებზეც, მაგრამ მე YouTube-ის ვიდეოს აღწერაში ჩავსავ ციფრულ კოორდინატებს ყველა მათგანის და შეგიძლიათ პირდაპირ დააკოპიროთ, ჩააგდოთ Google-ში და Google-ის რუკაზე ნახოთ თქვენ თვითონ. მოვედით ახშანის გორიჯვრის ეკლესიასთან. აი, ასეთია. ძალიან ლამაზი ადგილია. იქით არის სამრეკლო, რომელიც აღდგენილია და ეს არის მე-9 საუკუნის ეკლესია, რომელსაც აქვს, როგორც უკვე ვთქვი, მე-16 საუკუნის ფრესკები. სახეები როგორ მდგომარეობაშია ხედავთ ალბათ. ეს არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი ფრესკების განადგურება, სახეები კონკრეტულად. აი ხედავთ ალბათ, ხო? დანარჩენი ნაწილები შედარებით უკეთ ჩანს, მაგრამ სახეები არის განადგურებული. ხა შევალ ტაძარში. მოხრა დაგჭირდებათ რომ შეხვიდეთ, მაგრამ აი ასეთი მართლაც დიდებული ტაძარია. თან იმის გათვალისწინებით, რომ შეგახსენებთ, ეს არის მე-9 საუკუნის ეკლესია. გათვალიერებინებთ. აქეთკენ კიდე ერთი შემოსასვლელი აქვს, რომელიც არის ამოვსებული მიწით. აქეთაც კიდევ ერთი შემოსასვლელი აქვს, რომელიც ასევე ამოვსებულია მიწით. აქეთკენ არ ვიცი თუ ხედავთ, არის ქვევრის ნაშთები. ნუ აქ ხედავთ კედლებზე სამწუხაროდ ვანდალიზმის კვალიც არის, დაჯღაბნები. ესეთი. აგერ არის პატარა სპილენძის ზარი ტაძართან და გვერდზე მივიდეთ აღდგენილ სამრეკლოსთან. ჭიშკარი დაკეტილია, მაგრამ მე მგონი იხება. კი, გაიღო. ესეც სამრეკლოში არსებული მცირე ტაძარი. აქ საკურთხეველია. აღმოსავლეთი კედელი გორიჯვრის ახშანის გორიჯვრის ეკლესიის. ახლა ისევ მოვდივარ ფრესკების მხარეს და ვეცდები, რომ ყველაფერს გადავუღო დეტალურად სურათები. რომ იქიდან გამომდინარე, რომ ესენი ნადგურდება დროთა განმავლობაში, ხედავთ, რომ ფაქტიურად ეს არის უკვე ფასადი. აქ კი უნდა იყოს შესასვლელი, მაგრამ მონგრეულია. შესაბამისად, წვიმა პირდაპირ ხდება ამ კედლებზე და გადავიღებ, რომ რამე ვიზუალური მაინც შეგვინარჩუნდეს, ისტორიას დარჩეს. გამოვედით ახშანის გორიჯვრის წმინდა გიორგის ტაძრიდან და ეხლა მივდივართ არაშენდას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.
სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ინფორმაცია, რომელ საუკუნეს ეკუთვნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. შუა საუკუნეები ესე წერია, მაგრამ კონკრეტული თარიღი და კონკრეტული საუკუნე არა, ვერ ვნახე ვერსად. შესაბამისად, თუ ვინმე იცით, გამიხარდება თუ გამიზიარებთ კომენტარებში. რაც შეეხება აღშანის გორიჯვრის ეკლესიას, აქ გზა მოდის, საჯიპე გზა, კარგი ჯიპით შეგიძლიათ რომ ბოლომდე ამოხვიდეთ. თუ არა და ფეხითაც არ არის შორს სოფლიდან. მithumetes მე გირჩევთ რომ დღეს რასაც ვნახავთ და შესაბამისად რაც ვიდეოს აღწერაში იდება ყველაფრის ადგილმდებარეობა რუკით, უпростоრედ გირჩევთ რომ ყველა ერთდროულად ნახოთ თქვენს. ამიტომ რომ ნამდვილად არ გამოდის რაღაც ძალიან დიდი გზა ფეხით სასიარულო და პლუს ფეხითაც გაისერინებთ და ადგილებსაც ნახავთ. მაშას მომდევნო ჩართვა მექნება უკვე არაშენდას წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან. ეხლა მოვიდით არაშენდას წმინდა ნიკოლოზის ტაძართან. ესეთ ხის კორომს დაინახავთ. აქ უნდა შემოუხვიოთ. სამწუხაროდ აი შეხედეთ რა ხდება. აქეთ ძროხები. ზოვენ. აქ არის ტაძარი. ტაძრის ეზო ჩემიაც შემოღობილ მაინც უნდა იყოს, რომ ამ ძროხებისგან გავიცოთ. ულამაზესი ადგილია. აი ერთი შესასვლელი აქ უნდა ჰქონდეს, რომელიც არის ქვებით ამოვსებული. აი მეორე შესასვლელი ეს არის თავარი შესასვლელი, აქაც ხით არის ჩახერგილი, მაგრამ შევძრები. უბრალოდ კამერას ჯერ შევინახავ და მერე შევძრები. მანამდე უბრალოდ კამერით შეგახედებთ შიგნით. აი ესეთია. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. აქედან შემოვლი, ბარემ დაგათვალიერებინებთ და მერე შევალ შიგნით. ხო, ამ შემთხვევაში ფრესკები როგორც ვიცი შიგნით არ უნდა იყოს, მაგრამ რომ შევალ მაინც გაჩვენებთ. ნაშენი არის რიყის ქვით. აი ხეები, ფესვები შეზრდილი არის კედელთან. აქ ეს ხეც აქცეულია და ირგვლივ არის ულამაზესი ადგილი ნამდვილად. აი ამ წამს შემოვედი შიგნით. ხო, შიგნითაც ფრესკები არ დამხვდა. როგორც მოვედი. აი ბზარი აქვს ტაძარს, ნახეთ. იწყება საკურთხევლიდანვე. თუ კარგად დააკვირდებით. მოყვება აი ესე მთელ ზოლზე და იქ სარკმელთან შეხედეთ. იქაც არის და მოყვება აქამდე. აი ეს მთლიანად, ანუ მთელი ტაძარის საკურთხევლიდან კარებამდე, მთავარ შესასვლელამდე აქვს ბზარი. სამწუხაროდ. ეს არის წეღან გარედან რო გაჩვენეთ, ქვებით ამოვსებული შესასვლელი. ეს არის ჩრდილოეთი შესასვლელი. აქედან მხრიდან შესასვლელი არ აქვს. არც ისე პატარა ტაძარია. სიმართლე გითხრათ, უფრო პატარას მოველოდით. ეხლა მოვედით ჩვენ ნასოფლარი ქორუბნის ტერიტორიაზე. ნასოფლარი არაფერი აღარ არის შემორჩენილი. მე მგონი, ყოველ შემთხვევაში გზაზე არაფერი არ შემოხვდა და ეს არის ტაძარი. ტაძარი შემორჩენილია ნანგრევების სახით. მოდით ამასაც დაგათვალიერებინებთ. რიყის ქვით არის ნაგები. ესეც. მაგრამ წინა ტაძრებთან შედარებით მცირე ზომის არის. აი შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის კედელი. ცოტათი დამღლელი გზის შემდეგ მოვედი სასაყდართან. ეს არის მე-15 საუკუნის ძეგლი და აქაც გვხვდება ჩვენ ფრესკები. ოღონდ ფრესკები ამ შემთხვევაშიც არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში, ისევე როგორც თავად ტაძარი. შევატრიალებთ კამერას და დაგათვალიერებინებთ თვითონ ტაძარს. აი ესე ტყეშია ჩაფლული. გარედან აქვს გალავანი, აი ეს ქვები არის გალავნის
ნაშთები. შესასვლელი ტაძარში შევდივარ ახლა. პირველი ნაწილი ეს შიდა მხარე. აი არ ვიცი აქედან რამდენად ჩანს ფრესკები. ანუ საკურთხეველში არის შემონახული. უფრო ახლოს მივიტან კამერას. ნუ ფაქტიურად აღარაფერი არ არის შემორჩენილი. აი ალბათ ხედავთ აი კედლებზე წითელი ზოლებიღაა და ალაგ-ალაგ აი წვერის ნაწილი არის შემორჩენილი. აი იმედია ხედავთ ადამიანის სახის ქვედა მხარე წვერი. აი სამწუხაროდ ასეთ მდგომარეობაშია. აი შარავანდედი ჩანს და ცხვირის ადგილი. აი აქაც ჩანს ცხვირი და წვერი ქვედა მხარე. აი შეგახედებთ ტაძარს. აქეთ ამ მხარესაც უკეთესად არის, შედარებით უკეთესად არის ფრესკები შემონახული. ნუ აი ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს თვალები აქ დათხრილი თუ უბრალოდ ბუნებრივად ასწრა ასე. მაგრამ ნუ როგორც ჩანს ხედავთ ალბათ ხვდებით რომ აქ კედელი ქვევით ჩადის და ეს უბრალოდ ამოვსებული აქეთ მხარე. თორე ტაძრის კედელი უფრო ქვევით არის. აი ეს ფრესკები აი აქეთ მხარესაც ადამიანი სახე არის ისევ მორღვეული. შეიძლება სპეციალურად არის, შეიძლება არა. ისევ და ისევ. აქაც რაღაც ზოლები. აი ესეც დღეშია ბზასაღდარი. წეღან ვერ შევამჩნიე და მეგობარმა მითხრა რომ საკურთხეველში სარკმელთან არის ყველაზე კარგად შემონახული ფრესკა. აი ეს არის, წარმოიდგინეთ, ეს არის ის, რაც არის ამ ტაძარში საუკეთესო მდგომარეობაში. საუბარი მაქვს ფრესკებზე. ესეც იმის გამო, რომ სავარაუდოდ წყალი ნაკლებად ხდებოდა მაგ ადგილს. აი, იმედია კარგად ხედავთ. აღმოსავლეთის მხრიდან უფრო ჩანს მისი მასშტაბი. არ არის პატარა ტაძარი ნამდვილად. და აი აქ არის რაღაც სათავსო. ეს კი გალავნის ქვები ხავს მოდებული. გამოვცდით ფსასაღდარს და ეხლა დავადექით საჩინოს აღმართს და ესეთი ლამაზი ტყე არის ირგვლივ. თუმცა გზა ცოტა გაბარდულია. გვერდზე სოფლიდან შეიძლება უკეთესი გზა ამოდის. უბრალოდ ჩვენ როგორც გითხარით, დავიწყეთ სხვა სოფლიდან ამოსვლა ახშანიდან. კარგით, მე გავაგზავნებ გზას. ნელა ჩემი ჯგუფის წევრებიც დამეწევიან იმედია. თქვენ კი შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და მოგწონთ ჩემი კონტენტი და ასევე ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მოახდინოთ არხის დონაცია. ანგარიშის ნომრებიც იქნება ვიდეოს აღწერაში. აი, ასეთი ლამაზი გარემოა. აი, ახლა გამოჩნდა ჩვენი დღის მთავარი ძეგლი, საჩინო მე-14 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი. მოვადექი გალავანს უკვე და შიგნით არის საკმაოდ დიდი ზომის და ლამაზი ტაძარი.
ასეთი საოცარი ტაძარია. როგორც ხედავთ, შირიმის ქვა არის გამოყენებული უმეტესწილად წინაგური კლდეებზე. აი, რამხელა უზარმაზარი ტაძარი არის აქ მთის წვერზე ტყეში. რა ვიცი, საოცრება. ნამდვილად საოცრებაა და ეს ნამდვილად არის ისეთი ძეგლი, რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს. ხა შეიძლება ბევრი ტაძარი გვაქვს და ყველას აღდგენას პირდაპირ ვიტყვი საუკუნეებიც კი დასჭირდეს. მაგრამ ეს არის იმ ტიპის ძეგლი, რომელიც არის აუცილებლად და მე ვიტყოდი სასწრაფოდ აღსადგენი. აი შეხედეთ. საოცრება. ბაქეთკენ შევალ რა ხდება. აი ეს ქვები სავარაუდოდ სწორედ გუმბათიდან არის ჩამოცვენილი გუმბათის დაშლის დროს. აქაც ხედავთ მიწაყრილს, ანუ აქ აშკარად შევსებულია, ასე ვთქვათ, ამოვსებულია მიწით. საოცრება. ეს არის საკურთხევლის ადგილი. ეს არის სამკვეთლო წესით. აქეთ მხარეს უნდა იყოს. ასე დამგვარად დამთავრდა ჩემი პირველი ვიდეო, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ისტორიული ძეგლები. იმედია მოგეწონათ და დაიმახსოვრეთ, რომ ეს და სხვა მსგავსი კონტენტი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. მისთვისაც საჭირო არის აუცილებლად არხის გამოწერა. აბა შეხვედრამდე.